大家好, მოგესალმებით ყველას. მე ვარ მარიამ ხუჭუა, რიგით 24 ჩინური ენის ხიდის სტუდენტური კონკურსის ფინალისტი. მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კონკურსანტებს, რომლებიც სწორედ იმ მიზნისთვის იბრძვით, რა მიზნისთვისაც მე ვიბრძოდი. პირველ ადგილსაც მინდა ახსოვდეს, რომ კონკურსზე გადის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი საქართველოს სახელით. შეიხარ საქართველოს სახე და მინდა დიდი წარმატება გისურვო ამ გზაზე. ახლა კი დროა თქვენ ერთად გადავხედო ჩინური ენის ხიდის ფანაკს და ფინალურ რაუნდს. პეკინში ასევე დავესწარით მსოფლიო რობოტების კონფერენციას, სადაც გამოიკვეთა ჩინეთის წამყვანი როლი რობოტიკის მსოფლიო ინდუსტრიაში. რამდენიმე დღის შემდეგ პეკინიდან ფუძენის პროვინციაში გადავფრინდით, სადაც მოვიარეთ ჩაის პლანტაციები, საკუთარი ხელით დაუკრიფეთ და დავაგემოვნეთ სხვადასხვა ტიპის ჩაი. შემდეგ კი განტვირთვისთვის ბამბუკის ტივებით გავისერნეთ. ბანაკის მეშვიდე დღეს ვეწვიეთ ჰიბრიდული ბრინჯის მამად წოდებული მეცნიერის ველონფინგის სამუშაო სივრცეს. აქ გავეცადით მის ნაშრომებს და ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობაში. საღამოს კი მონუმენტური შოუს საყურებლად გავემართეთ.我看过很多演出，但是这个演出是最精彩的之一。就是它的故事性很强，我觉得。შაოლინის ტაძარში ვნახეთ ის, რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში გვენახა. დისციპლინა, კონცენტრაცია, ურყევი და მშვიდი შინაგანი ძალა, რომელსაც კუნგ-ფუს ოსტატები ეუფლებიან. სანახაობების დათვალიერების კვალდაკვალ გვიტარდებოდა ტესტირებები. ტურის გამყოლი გიდის გარდა თითქმის ყველა ადგილას გვხვდებოდა ლოკალური გიდი, რომელიც გვაცნობდა ინფორმაციას. ხოლო ამ ინფორმაციების დამახსოვრება გვეხმარებოდა შემდგომი ეტაპების წარმატებით გავლაში. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა ჩინურად ესეს დაწერა იყო. თუმცა სირთულე სულაც არ წარმოადგენდა ის, რომ ესეს თემა წინასწარ არ ვიცოდით. სირთულე ხელით იეროგლიფების დაწერა იყო. ფინის შემთხვევაში კი ქულა გვაკლდებოდა. 能拉近人心，文化能连接彼此。我非常高兴能通过中文把格鲁吉亚与中国，我与你们紧密。 ბანაკის ბოლო დღეს ტოპ 30 მონაწილე გამოაცხადეს, რომელშიც ჩემ დაგასაკვირად ყველაზე მაღალი ქულებით გადავედი. ამის გამო ჩემი ჩინეთში ყოფნა კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა. მხოლოდ ერთი დღე გქონდა მოსამზადებლად შემდგომი სიტყვით გამოსვლისთვის, ხოლო მოსახსენიებელი თემა აზიის ჯგუფს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები შეხვდა. მომდევნო დღის გამოწვევა კი ფოტოს მიხედვით იდიომების ამოცნობა იყო. 5 ქულას ვიღებდით ამოცნობაში, ხოლო დამატებით 5 ამ იდიომის გამოყენებით წინადადების შედგენაში. კონკურსს ყველაზე მეტად ის ართულებდა, რომ საქართველო აზიის კონტინენტს მიეკუთვნებოდა. ანუ ჩემი კონკურენტები პირველ რიგში აზიელები იყვნენ, ჩინურის უბადლო მცოდნეები. ფინალი გრძელდებოდა თითოეული კონტინენტის ჩემპიონის გამოსავლენად. ჩვენ კი ამ ეტაპს გამართიშულები კუნძული ფინქანის ხედებით ტკბებოდით. იმედი მაქვს, მომავალში საქართველო ევროპის ჯგუფში გადაინაცვლებს. ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონიც გახდეს. კონკურსის განმავლობაში მე შევიძინე არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მრავალი მეგობარი, რომლებიც ერთდროულად ერთმანეთის კონკურენტებიც და ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრებიც ვიყავით. და ბოლოს, მინდა წარმატება უსწრო ყველა კონკურსანტს. შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.